სტატუსი, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერით მოიპოვა. გამოცდილება, რაც მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მიიღო. საკითხები, რომელთა მოგვარებაც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ხალხის ხმის მოსმენის მნიშვნელობა პრობლემების გადაჭრის პროცესში. 18 ნოემბერს 19 საათზე საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი ისაუბრებს. ეხლა ვინც ვიცნობს ქუთაისში, იციან რომ არ მიყვარს წინასწარ ბევრი დაპირებების გაცემა, ის დაპირებები, რაც ჩვენ წინასაარჩევნოდ გავეცით ქუთაისში, ვიგდები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უმოკლეს დროში იქნება აღმოფხვილი და სამომავლოდ თუ რაიმე ისეთ პროექტთან გვექნება შეხება, რომელთანაც ვფიქრობთ და აქტუალურად იქნება ჩვენი ქალაქი ჩართული და ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება, ვიგდები ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ მათთან გასაუბრების გარეშე, მათთან შეთანხმების გარეშე არც ერთი პროექტი არ განხორციელდება ქალაქში. ყოველ სამშაბათს ტელერადიო კომპანია რიონის ეთერში პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად.